მოგესალმებით, გიბრუნდებით ჩვენი პატარა გადაცემით ღვინო მიყვარს. მე და ნიკუშა კანდელაკი. დღეს ძალიან საინტერესოდ განვიხილავთ ჩვენ სტუმართან ერთად მიშა მესხი, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, მეღვინე. ძალიან საინტერესო ურთიერთობა და გამოცდილება დაგვიგროვდა ჩვენ ასევე ამ პროექტს, ჩვენს Crash 525-ს მიშასთან, ვინაიდან მსმენელს მოიხსენება და იცნობენ და კომპანია 7 იცის ყველამ დარწმუნებული ვარ. და ძალიან საინტერესო დააგროვდა ეს ურთიერთობა გამოცდილება 7 ვაინი და Crash 525-ს შორის. ჩვენ მიშა თავიდანვე ჩართული იყო იმ გაგებით, რომ რჩევებს კონსულტაციები გვაძლევდა, რა თქმა უნდა, პირველივე წელს 2023 დავიწყეთ რთველი ყველა ის ღვინის დამხმარე მასალები ესე გადავწყვიტეთ და დავაკომპლექტეთ, რა ძალიან კომფორტულია, ძალიან მაღალი ხარისხის არის და რაც თავარია მიშა 7 ვაინში როგორც თვითონ პირადად ასევე სტაფი ყავს ისეთი დატრეინინგებული, რომელიც აი ესე პატარა ნიუანსებს გაწვდის ინფორმაციას, რჩევას დამატებით, თან სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან არიან, მიშაც იყო რამდენჯერმე მოსული ჩვენთან და ზოგიერთი შეიძლება ლექციებსაც უკითხავს. მიშა ახლა მრავალი პროფილით იბრძვის ამ დარგში, კაი გაგებით და უცალოს მეოვან და პრინციპში ყველა მიმართულებით ვცდილობ ჩართულებული ვიყოთ მეომრობაში. და ნუ ღვინოც მიშამ დაიწყო, ასე ვთქვათ, თავისი ღვინო, ალბათ დრო დადგა მაგისი, თუმცა ისე იყო დაკავებული სულ იმ ღვინის კომპანიას და მაგრამ ასე ემსახურება, რომ ალბათ მაგის დრო არ დარჩა და რაღაც ესეთი პატარა ნაბიჯი გადადგა, ძალიან საინტერესო 4-ხანული საფერე. შაშან წინ იყო 24 თველი, პირველი რომ დააყენეთ თქვენ 23-ში გავაკეთე პირველი. ხო. და 25 მეორე იგივე ფუნქციისგან. ეს ბოლო 25-ის თველი ჩვენთან გადაწყვიტა მიშა რომ დაეყენებინა ღვინო და ჩვენ ვისაუბრებთ ანუ Crash 525-ის სერვისების გარშემო ჩვენ ურთიერთობაზე. მიშასგანაც საინტერესო იქნება მოსმენა ამ ჩვენი ახალი კონცეფტის, რაც საქართველოში დავიწყეთ, დავნერგეთ და მესამე წელია უკვე ყოველ წელს დაახლოებით 7-დან 11 დამკვეთამდე გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის თითოეულს 2-3 ტიპის ღვინოს დავუყენეთ. ჩვენ უკვე ეს ღვინოებიც გვეწევა, მათ შორის ზოგი კიდე შენახვაზეა, ზოგი კასში დაძველებაზეა, ზოგი საპროდუქციით ინახება. წლევანდელი ღვინოებიც ემზადება ფაქტიურად უკვე დამუშავებისთვის და ხშირ შემთხვევაში მაინც რაც შეეხება ვარდისფერ ღვინოებს და თეთრ კლასიკურ ღვინოებს, მაინც ესე აპრილისკენ ეჩქარებათ ხოლმე უნდა ჩამოხსნა, რომ ესეთი ციცხალი ტონებით და ახალგაზრდა სტილი იყოს, არის ეს პონტა ეხლა და ტრენდი და თან ფინანსურადაც ხო იცი ყველას ეჩქარება, მაინც რომ ეს ისეთი ამბავია, რომ მეორე რთველი ისე უცბად მოდის, რომ მათ შეძლონ კიდე დაწურონდა. მიშაც ორი სიტყვით წარმოგვიდგენს კიდევ ერთხელ თავის თავსას, თავის საქმიანობას და შემდგომ რაღაც გაუკვეთ ჩვენ ხედვებს. მოგესალმებით, მიხარია რომ ვარ თქვენთან ერთად, ძალიან კარგი წამოწყებაა, ნიკა. და თვითონ ღვინის კეთების მხრიდან ვინც გაინტერესებულია ზოგადად ღვინის კეთებით, მისთვისაც გარკვეულწილად სხვანაირად საინტერესოა. შესაძლოა ადამიანს აინტერესებდეს ღვინის უშუალოდ ღვინოში ჩართულობა და ტექნიკურად მისი კეთება, თუმცა შესაძლოა აინტერესებდეს ამ პროცესის თანმიმდევრობა, უბრალოდ არ ქონდეს ამის დრო. და უბრალოდ ფიზიკურად საშუალება და დრო რომ ამაში თვითონ აკეთოს, თუმცა ამ თანმიმდევრობას რომ მიუყვეს, ამის სურვილი დიდია და ბევრს აქვს ამის სურვილი და სწორედ აი ამ მიმართულების ფორმატი არის, რასაც ვხედავ Crash 525 და საკმაოდ უკვე წარმატებული პროექტი, ეს კარგად ჩანს უკვე საქართველოს ბაზარზე, კარგად კარგი შედეგებია, ბევრი კმაყოფილია, მე მას ვხედავ ჩემი პარტნიორების მხრიდან, საუბრებში ეს ძალიან ესეთი კაფეოთ გამოჩნდა და შეავსო ბაზარი კიდევ ერთ მარკოლმა, რომელსაც სერვისების გოლში ერთ-ერთი სიცარიელე შეავსო ამ Crash 525-მა. პრინციპში სერვისები ნელ-ნელა
საქართველოში მეურნეობის სფეროში შემოდის, იმატებს, კი იყო ცოტა ისეთი კუსტარული სახე ქონდა აქამდე, მაგალითად ყურძნის დაწვას და ბევრი არიან იასაც რომელიც არის ესეთ მაგეთ შეგიძლიათ რთველზე ყურძნის მიღება, გადამუშავების სერვისი გამოიყენოთ, ასევე არის ჩამოსხმის სერვისი, არის შენახვის, ღვინის შენახვის და დამუშავების და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების სერვისი უკვე ქარხნებში, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ აი ოფიციალურად გაცხადებული როგორც სერვისი, უბრალოდ ნაცნობობის დონეზე, ვისაც არ აქვს ამის ტექნიკური საშუალება, ამას ისეთი ფორმატით გარკვეული ურთიერთობებით ხდება და გარკვეული ისეთი რანდომ შეთანხმებით ასეთი სერვისები არსებობდა, მაგრამ ამას არ ქონია ესეთი ჩამოყალიბებული და კარგად გაწერილი და დაალაგებული ფორმატი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ რა და ამასაც თქვენი კომპანია 7 ეს კონსულტაციები რაც თქვენ დაიწყეთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. უამრავი ადამიანი იცით მე რამდენჯერ ხშირად მოვსულვარ და შენი ტელეფონი თქვენი სასაცილში და ბოლომდე არ შედება, ეგ ამბავი ყველამ კარგად იცის. იმიტომ რომ პირადად შენგან უნდა თქო მოისმინო რჩევა. ეს შეიძლება ეხება პატარა მეღვინეობებს, ოჯახური ტიპის გარაჟის ვინოები, რასაც ქვია. ის შეიძლება სულ არ აყენებდეს კომერციულად და რაღაც თავის სამეგობროსთვის უზრუნდეს და რაღაცა პირობითად 500-2000 ლიტრამდე გაყენება სასაჩუქრად ჭირდებოდეს და იმას უნდა რომ სწორი გამართული და სუფთა ჯიშურად ესეთი გაწოლასწორებული სტილისტიკურად ვინოები დააყენოს. თუმცა ეს დამეთანხმები მიშა რომ ამას ესე უცბად არ ხდება, ამას გამოცდილება უნდა, მრავალი რთველი ჩატარება უნდა, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო, ცოდნა სწავლა და მაგრამ აი ესე როგორც შეგახსენე ესე შერჩევით და ამ ადამიანებს შეგვიძლია როცა ეს დამხმარე მასალებს ვიდულობენ, იმის გამოყენების წესი ეს აქტუარი იქნება ვიდეოის ამას შენ აძლევ უკვე თქვენი კომპანია დიდი ხანია ესე ჩართული არის და ესეთი საინტერესო ნეტვორკი აქვს ისედაც ჩვენ ნუ რა ვიცი დიდი ხანია თემით ვართ დაკავებული ეს არის ჩვენი პროფილი რომ სწორი კონსულტაცია გავცემთ ის არ არის მხოლოდ მასალების და ინვენტარის რეალიზაცია, ამას აუცილებლად გამოყვეს სწორი კონსულტაცია. გასული ვორქშოპების თქვენ და ატარებთ კახეთში და ფილტრაცია იქნება ეს სხვადასხვა კითხვი და იტალიიდანაც ჩამოშვა შეიძლება სპეციალისტები და საინტერესო ჩვენ ყავს დაახლოებით 20-ზე მეტი, მოკლედ 25-მდე პარტნიორი, ევროპული კომპანიები და სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალები თავისი პროფილით, ეს არის დამხმარე მასალები, არის ფილტრაცია, არის განადგარები, არის მუხა და მისი წარმოებულები, როგორც ესეთი კეჩები, მუშები და ასე შემდეგ. და ბევრი ტექნიკური საშუალებები, როგორც სათადარიგო ნაწილები და ისეთი თქვა მიკროოქსიგენაცია, ზოგადად ჯანმრთელთან ურთიერთობა, ღვინოში რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა და ამ კომპანიებთან ერთად ჩვენ ვიგნოთ მათ ვიზიტებს საქართველოში და სემინარებს ვაკეთებთ, ასევე ქართულ მეურნეობის წარმომადგენლებს თქვა უკეთებთ ასეთ სერვისს, რომ მიყავს შესაბამის ქვეყნებში, ვაჩვენებთ წარმოებას და იქ არის ვიზიტები, სემინარები და ტექნიკური მეურნეობის ტურები, სადაც ხდება თქვა ამ უშუალოდ ამ პროდუქტებზე საუბრები, ღვინოების გასინჯვები, დეგუსტაციები, ტესტები და ასე შემდეგ და ეს არის საკმაოდ ისეთი ჩვენთან აპრობირებული მეთოდი, რომ ეს იყოს ესეთი გაცვლითი სახის, ეს უცხოელი სპეციალისტები ჩამოდიან საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობის, საქართველოშიც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ქართულ ჯიშებთან ურთიერთობაში და ქართულ ღვინოსთან ტრადიციული მეთოდით და ჯიშიც ხოლმე განსხვავებული და მათი მასალები როგორ მუშაობს ქართულ რეალობაში, ქართულ ჯიშებზე, ეს გარკვეულწილად მათთვისაც გამოცდილება აქვს და ეს ინფორმაცია მე საქართველოსთან გადის და ისინი იყენებენ უკვე ამ ჩვენთან მიღებულ გამოცდილებას, ბაზაში შედის და როგორც ტექნოლოგიურ ინსტრუქციებში ხდება, თქვათ, ის მასალები, რომლებიც
რომლებსაც ისინი აწარმოებენ. და თქვენს კომპანიაში ეს დიდი სტატისტიკა დაგიგვირდათ ამასთან მიმართება, შემდგომ ჩვენი პოტენციური დამკვეთებისთვის გასაგონადაც მინდა თქვა, რომ ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს, რომ რაც ახლა მიშა მოყვა, რომ აი ეს დამხმარე მასალები იქნება დანადგარები, მე წარმოება ისეთი რაღაცაა, რომ ეს რაღაც პატარა მოსაჭერი სისტემის გამოშვები იმუშავება იმდენი ნიუანსია და სულ გჭირდება ახლა ამას ვითომეტეს ახალბედა და დამწყები კომპანია რომელიც თავის ბრენდს ქმნის ესე ყოველ წუთას უცხოეთიდან შეხვედრა თან ზვირიჟდება ძალიან და ამასაც უზრუნველყოფს. ძალიან პრაქტიკულია რომ კიდევ რაღაც შეუძლოთ ეგრევე. ხო, ჩვენ მუდმივად გვაქვს ადგილზე ის მასალები, რომელიც საჭიროა ვინც ამ ძირითადი ტექნოლოგიური პროცესებისთვის მუდმივად ვცდილობთ, რომ გქონდეს ადგილზე საქართველოში და ვინო ვერ დაელოდება ზოგადად ამ ლოჯისტიკურ ვადებს, ხანდახან ჭირდება ზუსტად იმ დროს იმ მასალის მიწოდება, როცა ეს საჭიროა და შემდგომში გვიანი იქნება ეს რთველსაც ეხება და არათველსაც, ასე ვთქვათ, ამუშავების და ჩამოსვლის სტადიაში. ხო, ჩამოსვლის ეტაპებსაც, ამიტომ მუდმივად ჩვენს გვაქვს ეს მასალები და ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას მოხმარებლებს, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, თვითონ აირჩიონ გარკვეული პაკეტი, ასე ვთქვათ, ახალი მასალების. ანუ მე რას გულისხმობ, ჩვენ ვართ წინააღმდეგი პროტოკოლების, როგორც ასეთი, იყო ადრე ეს მიმართულება ეს მიდგომა მეურნეობაში, რომ წინასწარ ხდებოდა გაწერა იმ ტექნოლოგიური პროცესებისა და რაღაც გოსტები როგორც იყო რა, რაღაც დროში, ესეთი პრინციპით და უნდა გაგიკეთებინა და უნდა მიხოლოდი ზუსტად ამ წინასწარ გაწერილ თანმიმდევრობას მეურნეობაში ეს რაღაცა არასწორია ჩემი გამოცდილებით და წმენით, რომ თქვათ შეიძლება რაღაც ვაჩვენოს მიმდინარეობისას ერთმა პარამეტრმა, რომ ამოვარდნილია იმ რეალობიდან, რაც სასურველი არ არის, მაგალითად და ჩვენ მოგვიწიოს რაღაც გარკვეული ჩარევა. ამიტომ ეს მთლიანეთის პროტოკოლი შეიძლება ჩავარდეს, როგორც ასეთი და მეღვინის დაჭირდეს რაღაც იმპროვიზირებული მიდგომა და განსხვავებული, აი როგორც მკურნალობა არის რა მედიცინაში. მეურნეობაში ეს ფორმულები არ არსებობს, ეს ყველა უნდა იცოდეს. თქვენ პარტნიორებთან, ანუ ღვინო მასალებში, დამხმარეებში, ანუ საფურის კუთხით ვიძახი რა, თუ გქონდათ მსჯელობა, რომ ცალკე შტამი შეიქმნას ქართულ ჯიშებთან მიმართებაში. იმიტომ რომ რეალურად მე მგონი საინტერესო უნდა იყოს. შეიძლება მე ვწდები მათ ჩემ მოსაზრებებში, მაგრამ რეალურად გასაგებია, არსებობს უკვე ესეთი საფუარი და შექმნილია ქართული სელექცირებული ქართული ვინახებიდან და იწარმოება და საქართველოში შემოდის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი ამის კეთება, ამის მასიური სახე რომ მიეცეს და ბევრი რომ გაკეთდეს საკმაოდ რთული პროცესია. ეხლა შეიძლება არც ფორმატი რამდენად შეგვიწყობს ხელს, უბრალოდ თვითონ საფურის წარმოება იმდენად რთული, შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია, რომ ამას ქართული რესურსი შეიძლება ვერც კი გაწვდეს, ამას შეიძლება დაახლოებით 5 წელიწადი და ძალიან ბევრი სხვადასხვა ლაბორატორიული რგოლების ჩართულობა, როგორც ჯერ სელექცია, მერე თქვათ მინი ლაბორატორია, სადაც მოხდება თქვათ საფურების შერჩევა და ესე იგი გადარჩევა, თქვათ play-off-ის პრინციპით რა, თქვათ საუკეთესოს გამოყვანა და შემდგომ დატესტვა თვითჯერ ლაბორატორიაში და მერე სპეციალურ ექსპერიმენტულ მინი მარანში და ბოლოს კიდევ რაღაც ტექნოლოგიური დეტალებია, რომელიც უნდა დაიტესტოს, რომ იმ საფუარმა შეძლოს, რომ მიიღოს ის სახე, რომ კომერციული სახე რომ დაერქვას და ამიტომ ძალიან რთული ამბავია, რომ ერთი შექმნილია საქართველოში შემოდის და იმედია გვექნება ამ საშუალება, რომ კიდევ პროცესია ხანძრი და ამას ხანძრი პროცესია დაინერგება ესე და კომერციულად და დაახლოებით აი 50,000 ევრო ჯდებოდა ეს ძალიან ადრე
ეს ციფრი ალბათ ეხლა შეიძლება 100,000 ევროც და მეტიც ჩდება და 5 წელიწადი ჭირდება ერთი შტამის შექმნას, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს ქართული სელექციით, მაგრამ რაღაც უცხოურ ლაბორატორიაში საქართველოში ჯერჯერობით ეს ბაზა და ეს ტექნიკური საშუალება აქვს. და ორი სიტყვით რო ვთქვა, ზოგადად საერთოდ ეს სოფლიოში ტენდენცია არის, რომ ეს მინიმალური ჩარევა ღვინის მაქსიმალურად ესეთი ველური ფლორით როგორ ნაკლებ ჩარევით, რომ ბუნებრივად დაწმენდას და დუბილის წაყვანას. ეს პროცესები არ გამოირიცხება ჩვენთანაც, არიან ესეთი დამკვეთები ჩვენთანაც, მოდიან მე მათ გასაგონად ვთქვა და ჩვენ ამის ესე გინოცისტემაში ან ქვევში ცალკე სელექცია გვჭირდება, იმიტომ რომ იქ იგივე ჯოხი ჩაზრდა არ შეიძლება, რომ იქაც ამფორტად დოს და მაქსიმალურად იზოლირებულად ვთქვით ეს გავაკეთოთ. თუმცა სადაც მშამოს ეს რაოდენობა და ეს გამოცდილება და დაგროვდა საფრთხეზე და ასე შემდეგ მიმართებაში ჩვენთანაც რომ მოდის უკვე ის კურსის მოსწავლეთა შეფასება ხდება კურსის როგორი ხარისხის და რა სარი კურსები, მჟავიანობა, შაქრიანობა განსაზღვრული. არის შემთხვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იცით რომ დუბილი წაიყვანო ველურად და შემდგომ მიეყვანო ბოლო საფრთხით, არის ესეთი პრაქტიკაც. თუმცა ეს ყველაფერი ზოგ შემთხვევაში ცოტა საექსპერიმენტოა და ამას ძალიან კაია თუ მარმები აკეთებენ, ზოგადად ჩვენთან ხდება ეს პროცესი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ დამკვეთებთან ის მათი ღვინოა, ჩვენ მაქსიმალურად ძალიან ისე დეტალურად ვთქვით, რომ სტატისტიკა გამიხილოთ, შემდგომ ისინი გამოცდილებას იღებენ. ძალიან საინტერესო, როდესაც ეთქვათ თვალზე ორი სახეობის ფუნქციონი მოაქვს, ერთ დამკვეთს, სხვა პარტიის, მაგრამ ამავდროულად სხვა ღვინოები მოაქვს, სხვა ჯიშის ხუზნები იგება, სხვანაირი ტექნოლოგია იგება და ამასაც ისინი ეცნობიან, რომ ჩვენ ხო ღია ორგანიზაცია ვართ, ეს არ არის არაფერი დაფარული რაღაც საიდუმლო რეცეპტურა და ასე შემდეგ არ ხდება და აი ამ დამხმარე მასალებზე ღვინის და ამდენი ხანი როცა იმდო დავუწყოთ, მე კიდე ერთხელ მინდა რომ ეს ძალიან ჯანმრთელად და პროფესიონალურად გააშკერდეს, რომ ეს პრაქტიკა არის, ეს სწორი პრაქტიკაა, ამას უამრავი ინსტიტუტები სწავლობს თემის სოფლიო ენებს და აი ეს მარტო ის არ მომწონს რომ მე ველურად ბუნება რასაც მომწონს ისე დავაყენო, მე უამრავი დაავადებები ჩნდება ბუნებაში, სტილისტიკა არის არის მართვადი პროცესი და არის არამართვადი პროცესი. მე ასე დავამბობდი ამას, აქ არ არის მხოლოდ სამყაროები, რა თქვა, ანუ თველის თემატიკა და არის დამუშავების და მე ჩამოსხმის თქვა გოლში და ამ ეტაპზე ბევრი დამხმარე მასალა და ყველგან იგივე შემიძლია ვთქვა. არის რისკ ფაქტორები მეურნეობაში და შეგვიძლია დავტოვოთ ეს რისკი რისკად და ეს ასე გავაკეთოთ, მაგრამ უმართავი პროცესის მე რა მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი და რა თქმა უნდა მე ვარ მხარდამჭერი ასევე მინიმალიზმის მეურნეობაში, მინიმალისტური ჩარევის, მაგრამ მე ვარ წინააღმდეგი უმართავი პროცესების დაშორების. როცა ბიზნესი ხარ, ჩვენ როცა კომერციულად უყურებთ ღვინის კეთებას და რა თქმა უნდა კონკურენცია მათ შორის ფასზე და ასე შემდეგ და როცა ძალიან მცირე ნაწილიც კი რომ გაგუჩნდეს ღვინის და არასწორი მიმართულებით წავიდეს, ეს გამოდის რომ იმ მარჟას რომელსაც ჩვენი მოგება უნდა დაეტოვებინა, ვაქრობთ ფაქტიურად და ჩვენ რაღაც ღვინის ნაწილს უწირავთ გასახუჭებლად, ხო? ამიტომ მე ვერ მივყვები ამ მიმართულებას, აი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე უმართავი პროცესების დაშორება. აი ერთი შეგვიძლია მიშა ვთქვათ, რომ აი ველური დუბილები როცა მიდის და ხო ეს ნატურალისტები და აი ღვინო მე სხვადასხვა პორტუგალიაში ვქნა განხილვა ჩემ კოლეგასთან და ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა. აი ზოგადად რას მიპრობლემ გეკეთდა როგორ არის ხო ეს პორტუგალიას ტრადიციული ნაწილიც აქვს ეს იტალიაში და ის მაგრამ ძალიან მარტივი ესეთი განსაზღვრება გააკეთა. მოდი ის ვთქვათ, რომ სოფლიოში აი კონკრეტულად ღვინის დაავადებებზე ყველა ფაქტები ხო არ შეიძლება რომ ღვინოს ამჟავად ხონდეს ძალიან ესე ოქსიდირებული იყოს თავის ნაკრავი ანუ ისეთი მძიმე არის აი ეგ არ ხონდეს და კი ბატონო გაატენოს იმან იყოს ნატურალურად მაგრამ თუ ის უკვე აზიანებს სახელს პრესტიჟს და ის უკვე არა მარტო თავის ბრენდის და კომპანიის პრესტიჟის სახელია ყველა ქვეყნებში ხო არ შეიძლება ქვეყნის ღვინოებში ჩვენ ყოფილა დეგუსტაციის სამწუხაროდ შეხვედრია და სხვათა შორის უცხოეთში რომ მე წარმოგიდგენი 6-7 კომპანიის ღვინო, ესე მომდიადხო ხო იცი ჩვენთან და ზოგიერთ პატარა წარმოებელი ვერ მოდის და ეს წარმოგიდგენი მათი ღვინოები
და აი იყო ესეთი შემთხვევა, რომ აი ცოტა თან ეს მომხმარებელი ძალიან გრძნობიარია, მით უმეტეს უყურებს ძალიან კრიტიკულად, შეგუქვევლის ღვინოს და რაღაც ტრადიციულს და ნატურალს თავაზო, იქ თუ რაღაც პატარა პრობლემა გადახრა, ის ინსტიტუტში ყვირის და ის აკეთებს მაგაზე აქცენტს, იმიტომ რომ იმისთვის ის უკვე ხასიათი და გემო იკარგება და ეს არ შეიძლება. ხო, სწორედ ეს მომენტია გოგალო, ეს ბუნებრივი დუღილი და მის მინიმალიზმი და გავხადოთ ჩვენი ცოდნით სწორი მიმართულებით უნდა წავიღოთ და მართლაც უნდა გავხადოთ. ეს ნებისმიერი სელექცირებული საფო არის ბუნებრივი საფო არის და ის რაც ბუნებრივად ადუღებს ღვინოს ველურად ასე ვთქვათ, ისიც ბუნებრივი საფო არის. თუ ჩვენ ვიცით რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, თავიდანვე მონიტორინგს გაუწევთ იმას, რომ კიდევ გამოგებული სისუფთავეულად დაიშვა ყველაფერი ღვინის და კონკურსის პარამეტრები და თავიდანვე ვატყობთ ყველაფერი წავიდა, კარგად დაიძრა პროცესი, ამ პროცესს შევუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, მე ვარ მხარდამჭერი ბუნებრივი დუღილებისაც მათ შორის და საკმაოდ ისეთი ორივე ხელით მხარდამჭერი ამ პროცესების თუ ეს მართვადია, მაგრამ როცა არის ყურძენი ხანდახან თქვა გაურკვეველი კონდიციის აყინდი სადღაც ბაზარში თქვა აი გაურკვეველ თარიღში მოკრეფილი არ ვიცი შეწამლელი ნუ ამას ვისკავს ვიზუალურადაც არ იყო მე მაგრამ შიგნიდან პროცესი მიდიოდეს მარტოში და მე შეგვიძლია არ მარტო ასე ვთქვა არ შეიძლება ეს ჩარევაც ახლა ერთი ის კიდევ მინდა გავაჟერო ეს არ არის ისეთი რაღაც ჩარევა რომელიც მომწამლავი ან ქიმიური ისეთი გაერთებია რომელიც არ შედის ამ ევრორეგულაციით არ კონტროლდებოდეს ან ჩვენი კანონმდებლობით იგივე გოგირდის ზღვარი ხო გოგირდის ზღვის დაჭერა ეს ატომას მენტალიტეტში კიდე საქართველოში ბოლომდე არ არის ამოსული რომ აი მარტივად უხსი ხოლმე რომ პირიქით შენი ჯიშული ტონები და ის ცინცხალი ტონები ხილის რომ შენ არ ჩუდეს ის პრევენციას უბრალოდ დედამიწაზე ადამიანს არ მოუგონებია პრევენცია ჯერ ნუ არ არსებობს თუ ხა მეცნიერულად რამეს მოიფიქრებენ ის იცავს, მაგრამ ეს ის ზღვარია, რომელიც შენ არ გაწუხებს, რომელიც თავის ნებისმიერ არ იწვევს, არაფერი, რომელსაც სამწუხაროდ ისე აბრალებს. ყველაზე მეტად ტოქსიკური ნივთიერება, რაც თუ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ღვინოში ეს არის ალკოჰოლი. ანუ ის ელემენტი, რომელიც შეიძლება ოდნავ მაინც რაღაცნაირად იქონიოს უარყოფითი გავლენა ადამიანზე, პირველ რიგში ეს იქნება ალკოჰოლის მომაკვდინებელი დოზა, გაცილებით უფრო ადრე. ამიტომ აი ღვინო და ჯანმრთელობაზე რომ საუბრობენ და კარგ და ცუდ ნივთიერებებზე და ეს საერთოდ უკვე ალკოჰოლის მიღმა არც გამიხდიდა. ხო, მოკლედ აი გოგარის თქმა მეგონა რომ ეს ახლა მასალა ძალიან ბევრი გამოგვივიდა ამ თემაზე ლაპარაკი. ეს არის მეღვინეობის ფარმაცევტიკა. მოდი შეიძლება ცუდად ჟღერდეს ეს, მაგრამ მედიცინას ხო ჭირდება ფარმაცევტიკა და მედიკამენტი ჩვენ რომ ჯანმრთელად და დაზღვეულად არსებობია. ხო, რა თქმა უნდა, აი ეგ მომენტია. თუმცა არსებობს ესეთი ნატურალური ბუნებრივი მიმართულების თქვა ფარმაცევტიკაც არსებობს. დაახლოებით მეღვინეობაშიც ასე შეიძლება. ეს რო დაიცვა და ორივე ამით არის პროფესიონალი სტაფი, აუცილებლად მარანში საჭირო. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ხარ რაღაც ჩვენ ვიცი დიდი ლექციის კუთხით არ ვსაუბრობ თამას შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ გაჟღერდეს რომ აი ჩვენი პოტენციური გამოკეთებისთვისაც როცა ისინი აქ მოდიან, როგორც თავში ქვრივ, შეიძლება მათ ცოდნა გამოცდილება არ ქონდეთ იმდენი, ან დრო არ ქონდეთ იმის დაგების, მაგრამ სურვილი ქონდეთ. არ შესაბამისი აღჭურვილობა და მარანი ქონდეთ. აი ზუსტად ამას თავაზობს ჩვენი პლატფორმა Crash 525 თან როგორც თავშივე მეც ვახსენე რომ მათ შეუძლიათ დამატებით იმას მემინებული კონსულტანტი თვითონ ანუ ჩვენ ამას მივიღებთ ყოფილა ეგეთი დამკვეთებიც იყვნენ გოგოების ფოტოშოპის მსწავლელი რომელსაც ქართველი მეღვინე მოყვათ ისიც რომ აგრარული სტუდენტი იყო მეგონი მეოთხე კურსელი თან იმისთვის გამოცდილება იქნება და თან ჩვენი ესე ვთქვა თვალი და პური იქნება თქვენთან დამატებით იგი სიამოვნებით მივიღეთ მთელი მოამი იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი ღვინო დავაყენოთ ზუსტად რაც მათ უნდა ან რაც ვოლოდინიაკ მის იმპორტიორს თორე ჩვენ ახლა კი იცი მიშა რომ ცოტა ველურად წავიყვანთ თუ ის ღვინოს არ მივატოვებთ და ეს ხო იცი ყველა ჩვენი პატარა შვილი ვითარი და ავათ არ გავხდით და ანუ მივხედავთ მაგრამ მე მინდა რომ ზუსტად ის ეფექტები მიიღოს ჩვენ პოტენციალმა გამწეთმა და იმისთვის იმუშაოს ჩვენმა სტაფმა და გუნდმა რა.
ვინც ორი სიტყვით ვითხარი, ეხლა სხვათა შორის მიშას ვინოს ინჯავთ, ძალიან ახალგაზრდა არის ჯერ, ესეთი სტილია, მაგრამ ფერში ატყობთ, ეხლა როგორ ისეთი ძლავრია, გამოსავლიანობა ცოტა აქვს ზოგადად, არ ვიცი ამ შემთხვევაში ეგეთი წელიც იყო შეიძლება უცხო მოსაფრენეს. კი, წელს უფრო ნაკლები ქონდა გამოსავლიანობა, ვიდრე წინა წელს. ზოგადად ძალიან პატარა იყო, არჩევით მომცრო იყო, ხო ესეთი წელი, საერთოდ ძიმე წელი იყო ზოგადად რა მაინც. კი, თუმცა კარგად მოვლენილი ნახი იყო, ჯანმრთელი იყო. ოფჩის ზონიდან, ოფჩის უცხოური საფრენე. და ნუ საკმაოდ კარგი პარამეტრებით ესე რომ შახებულაც იყო საკმარისი რომ მიგვეღო შესაძლებელი ალკოჰოლი თქვა ფიზიოლოგიური სიმწიფეც მიღწეულია გულდენში შესაძლებელი მინოში ეს ჩანს ეთყობა ფერზე ეთყობა არომატზეც მე ძალიან ყოველდღიური ვარ სტუდენტთან გადამუშავდა კრაში დამუშავებელია ეს ვარჯავად უღილიც გაიგოს ფოტოშოპი ძალიან ეს რთული არის ეს შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ეს მაღალმჟავიანია ესეთი პუნქტი შეიძლება ჩხავერშიც მსგავსი შეიძლება რთული იყოს ამის მაგრამ ჩვენ მაინც ისეთი პირობები შევუქმნით აქტიურად ძალიან რთული აი ბეწვისკიდზე გავიარეთ ძენჯაობრივი დროს ასე ვთქვათ იმიტომ რომ თან გვიანი იყო ძალიან დაბალი ამჟავი რომ მაღალი გვიანი იყო ნოემბერი იყო თითქმის ნოემბერი რომ დამიტი ეს წელი გაიუბრა კაშტოზოდობში შედიოდა კი ბოლო და საკმაოდ კარგი პროდუქტი გვაქვს როგორც ასეთი ვინო მასალა როგორც ეს იყო მაგრამ მე მომცხონდა რომ ჯერ არ არის ეს ბოლო პროდუქტი ხო ჯერ არის ზედ უნდა გაიაროს ბოთლამდე სანამ მივა ჯამში ბოთლში ჩამოისხოს და დაწუნებული ვარ ასეთი როგორც ახლა მივიდეთ ეს ხარისხი ასე ბოთლამდეც ასე იტუმეტეს თითო გონოს მეტიდრო ჭირდება ვიდრე თეთრ ბოლოს ცოტა მაღალმჟავიანია მაგრამ ეს რეგულირებადია და პრინციპში ახსნადია და გასაგებია ტიპიურობიდან გამომდინარე 20 საფრენს ჯიშურად დავიშუროთ ეს ასეც უნდა იყოს ჩამოსყვამდე სიცივეზე დამუშავებას ალბათ სავალალო ჩვენ შევუტარებთ მეტი სიძილისთვის ცოტა მჟავიანობას დაწევს ეს და უფრო მეტ ბალანსს შექმნის ხო ამას გავაკეთებთ ჩვენ ვიყენებთ ახლა ბუნებრივ სიცივეს თებერვალია და ძალიან ცივა საგურამოში ბიზნესში და გარეთაც და ეს ბუნებრივი ყინვა ასე რაც საშუალო დღის 0-2 გრადუსით საქმეა და ნუ ამას ვინც ქვას გამოაგდებს ასე ვთქვათ რომლებიც დაიწყება ბუნებაში მგონი ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდება წარმატებები უსურვებთ ყველა ჩვენ დამკვეთს მიშას უსურვებთ წარმატებები თავის საქმიანობაში და აი ამ ისეთ საინტერესო წამოწყებაში ეს როგორც პატარა შვილის დის ამ ბრენდს და როგორი დასახელებით არის ბრენდი შენი ამბიდექსტერი ეს არის ბრენდო სულ ახახს გამოჩნდა ბაზარზე მაგრამ უფრო მეტად ამბიდექსტერი ეს არის ნუ სხვა თემა ალბათ ამის პრეზენტაციაზეც აუცილებლად საინტერესო და საინტერესო სახელი ეს არის იქნება ეს არის ამბიდექსტერი ეს ადამიანი რომელიც ხმარობს ორივე კიდურს ასე ვთქვათ დომინანტი და არადომინანტი კიდური არის ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ზოგადად ძალიან არატიპული სახელი და ძალიან საინტერესოა და ეს არის გონებრივადაც სხვანაირი პერენესტი ადამიანები და სხვანაირად სინჯავენ ღვინოებს და ორგანოლებითაც განსხვავებული აქვს და ეს არის მოსაჭირი რომელსაც აუცილებლად მე ცალკე ამბიდექსტერი აი რომელიც საუბრის სახელია რაღაცა წარმატებები დამატებები თქვენ დიდი მადლობა ყველაფერს საკეთებთ ძალიან მადლობა და შეხშირი შეხვედრები და მეტი ურთიერთობა და ჩემი პირადი რჩევებიც ჯანმრთელი კრიტიკა იქნება თუ ესე შემდეგ ძალიან საინტერესოა მისაღებია ჩვენთვის მადლობა გეთილობა გაიხარეთ ნუ ეს სისტემების რომლებიც შეგარგათ რომ სულად შევსებული იყოს ყველა ჯუჯელი, იმიტომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის ჯუჯელი, ეს რაღაცნაირად რომელიც მე ესე ვინიში სამაგათაც გამოძიება პრაქტიკულია, ხო ეს არის სხვადასხვა ზონა. კი, ეს ორტონიანი ზე პატარა არის, მაგრამ სულ თავიდან პროცესები დავიწყეთ, მაინც ექსპერიმენტალურია, მოაქვს უბრალოდ ორტონამდე ფუნქციონირება, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ ეს მოცემულობა გაიზარდა.
ვინაიდან მეტი და მეტი დამკვეთი გამოჩნდა, რაოდენობა მოიმატა და ჩვენც უკვე მინიმალური შეზღუდვის დაწესება მოგვიწია. ეხლა 500 ლიტრი დამიყვნენ და ამდენები მოხმესოთ ამას ვიდეაში აღწერა უზრუნველყოფ და რაღაც მინიმალური შეზღუდვები არის ერთი რამდენიც 3 თორა უნდა დააყენოს. ვთქვათ 6-7-8 თორა მოძენი მაინც უნდა მოიტანოს ადამიანმა ერთი ტიპის. შეიძლება სხვადასხვა ჯიში იყოს, მაგრამ ერთის ტიპის უნდა მიიღოს ეს ჩავშალოთ პატარა მონაკვეთი ყველა ციტინამ ერთებული ტემპერატურულ რეჟიმზე და ამ ყველაფერს ესე ვერ გავიშეკარგე შეიძლება მაგრამ ხელზე რომ შეუძლებელი. ჩვენ პატარა საჩუქარი გვინდა ასე განმოგვცეთ ჩემი პერსონალური ორი ღვინო ერთი აკრაფშა და ერთი არის ქვევრის ჩინური. ეს არის შემდეგი მოსავალიო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭო. აი ხა, განსაკუთრებით სიტუაციაში.